ნახე მოიმზადე ყველაფერი, საჭეც მოიმზადე, ნახე ხომ უნდა გახვიდე რა, წინ ხომ მანქანა გიდგას. მივხვდი? ეგრე. ყველაფერი კარგია. ციმციმა, ეგრე. და სარკის კონტროლით ახლა როცა თავისუფალი იქნება, ნახე, ხო გახსოვს, გაზი არ გჭირდება, აუშვებ მუხრწვეხს და ოღონდ იწყებ შენი პირველი ზოლით მოძრაობას აუცილებლად რა. ვიცი ხა დღეს პირველია, ცოტა დაძაბული ხარ, მაგრამ ეს დაიწყე გასწორება უკვე. რომ შორს არ გახვიდე. ეგრე. გასწორე და ეხა უკვე დავედით თამამად. მიხდი? ანუ ჩქარ მანერს ზოგადად არავინ არ გთხოვს და ნებისმიერი მოსახვევი იქნება, გზაჯვარედინი იქნება თუ რაც არ უნდა გჭირდეს. თვითონ მანევრი იყოს რბილი. აი მერე უკვე რომ დაასრულებ ამ მანერს და უსაფრთხოდ იქნები და შენ ზოლში მერე უკვე წახვიდე რა ადეკვატურად რაც გაქვს დასაშვები იმის მიხედვით. ვიეროთ ეხა ჯერჯერობით ესე მირავი პირდაპირ. ეგრე. საჭეც რბილად არეგულირებ და ერთი ზოლით გადავიდეთ მარცხნივ. მაგრამ როგორც მოახერხეთ. ეხლა რა ვშვებით? ეგრე ურთავ, მე იწყებ კონტროლს, ნახე ისინი მოდიან, ხო ჯერ. ოღონდ ამასობაში არანელი. იარე ჯერ წინ დაბკოლება თუ არ გაქვს. ეგრე და ეხლა ნახე წადი თანამად ცოტა მოუმატე და თანაბარი სიჩქარით გადადიხარ. ესე მიხდი? ხო, ოღონდ არა მუხრუჭით რა, გაუთიშე გას, ისა მუხრუჭით და წავედი გაზით პირიქით მოუმატე. ეს ციმციმად თიშა და უმატე. მიხდი ხო? წადი თანამად. ეხა 200 მეტრში უნდა შევხვდეთ ჩვენ მარჯვნივ. ანუ რას ვეკეთებთ? და გადავიდეთ. ხო, ურთავ მარჯვნივ. ესე. მე აკონტროლებ მარჯვენა სარკეს. ესე. ნახე, ის მოხდება, ხო? კი ბატონო. ჯერ აუშვი ამ დროს. ესე. ეხა და გადა. რომ გავატარეთ, ეხა უკვე შევდივართ. მიხდი? დაიწყებ ეხა ცოტა ოდნავ ეს. ეხა შუქეშთან და შევხვდეთ მარჯვნივ. ჩავდი ისევ. ეხა მოსახვევის შენელება წინასწარ ეგრე. რომ მოსახვევი უკვე რბილი გამოგივიდეს და შენ ზოლში რომ შევხვე, ანუ ახლო ზოლი რომ გააკეთა, მიხდი? ესე, მოვხვე. ახლოს ცოტა. ესე. დაიწყე გასწორება და ეხა წავედით უკვე. მიხდი ხო, ანუ არ არის საპრობლემო. მთავარია თადარიგი დაიჭირო რა. ოჩახ ეს. თქო ძალიან არ გვინდა, ისევ მარჯვნივ და აუხვევთ მე შუქეშთან. ესე დავდგით. ხო, დაბკოლების არიდების დროს რო ჩაურთავ კარგი არის, ოღონდ მე ისევ დაარეგულირე შენი ზოლი. მოიწე შუაში ესე ცოტა ვქით. მიხდი ორ ზოლად ითვლება ეს რა. ოჩახ კარგია. თამამად. ნუ შედარებით რა. ეხა შევხვდეთ მალე მარჯვნივ. ეგრე. ბატონო. თავარია ზოლი, ეხა მე რო განახობ კიდე სხვა როცა განახობ ცოტა ძნელი, მე შენით რომ დაგიგმო გზას და რაღაცა უფრო კომფორტული იქნება, ხო? ანუ მოსახვევის წინ იმზადებ ზოლს, საიდანაც უნდა შევხვდე და იქით იმ ზოლშივე აგრძელებ მანევრს რა ზოგადად რა. ეს მიჭერს ზოლი. გავივლით ეხლა. ნახე, სულ რო ბევრი ზოლი დაგხვდეს, ხო? ანუ მოსახვევამდე ხო იჭერ უკიდურეს ზოლს, თუ მარჯვნივ ხო მარჯვენას, ხო? ახლო მოხვევას აკეთებ რა, ეხლა პროცედურაზე და საპირისპიროზე არ უნდა შეხვიდე რაც თავარია რა. მაგრამ მიეჩვევ მაგებს. დავედით. თამამად, წვანე გაქვს მოუმატე. ეხლა უბრალოდ ნახე, ეგრე გავაკონტროლოთ ქვეითი ვინმე არ გადმოვიდეს, იმიტომ რომ თან წითელი აქვს და წავედით უბრალოდ. ეს. და ეხლა მოუმატე ცოტა მეტი კიდე. აქ ეხლა ერთი განიერი ზოლია ჯერჯერობით. წადი თამამად, მოუმატე. ესე რომ საჭეს უფრო იგრძნო რა. მოძრავთ პირდაპირ ჯერჯერობით ჩაოლებრივად, წადი თამამად, გაქვს გზაჯვარედინი, ხო? მაგრამ ამ გზაჯვარედინზე ნახე გაქვს მთავარგის ნიშანი. მუხრუჭი არ გინდა. აუშვი უბრალოდ მაინც ყოველი შემთხვევისთვის, გამოვიხედეთ და წავედით თამამად. ანუ ცოტა მეტი პრიორიტეტი გამოიყენე, რადგან მთავარგის ნიშანი გაქვს, ხო? ანუ უხეშად და რაღაც არ გაივლი, მაგრამ კონტროლში რო გქონდეს რა. მოუმატე ახლა ცოტა. მივდივართ პირდაპირ, თამამათი არის ოღონდ. ეხლა აქ იმიტომ ვაკლებ, რომ სებრებია. ხო, მაგრამ ხილვადობა ხო გაქვს. ეხლა უკვე წითელია, უკვე ეგრე. ცოტა რბილად ოღონდ წინ გაქვს ადგილი, ნახე? აუში, ანუ შორიდან იმიტომ იწყებ რომ რბილი ის გამოიყენო, მიხდი? მოხოჭი რომ სამოხოჭი მანძილი აითვისო კარგად.
ხო და კი ბატონო, აშვება შეგიძლია ამ ზებრებთან, ოღონდ თუ შორიდან ეხა აქ ხო ხედავ ხილვადობა ხო გაქვს რა, ანუ პრობლემას აღარ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებ, მაგრამ ისე არა რომ ძალიან შეფერხდე რა. თუ ხილვადობა გაქვს. ზოგჯერ არის რომ აი ზებრასთან ეგრევე მანქანა დგას და იქ ეფარება რაღაცა. მაგ დროს რა თქმა უნდა კარგად შენელდე რომ ეს კარგი კონტროლი მოასხერ ხო რა. გავივლით ეხა ეგეთ სიტუაციებს და გაჩვენეთ. წავედით თამამად. მიდიოთ პირდაპირ ჩვენ. სულ პირდაპირ ავალთ ეხა ჯიქიაზე. ნაიგე. პირველისთვის კარგია რა გინდა რასაც მაინც. ნაიგე. აი უშუალოდ ნახე ეს უკვე გამოსულია, ისიც იმაშება, ეხლა დავედით. ნახე შორიდანვე დაიწყე ხოლმე ყველაფერზე მომზადება. ეხლა მოვუმატე. ცოტა მიდი არ გინდა თან შორიდან თან აღმართია. აი ესე. აი ეგრე აქ შეფერხს შენელდები. აქ ახლა დათმობის ნიშანი. ხო, ეს ყველგან არის, მაგრამ ეს დათმობის ნიშანი არ ფუნქციონირებს, როცა შუქნიშანი, ანუ პრიორიტეტი შუქნიშანია. მაგრამ ეს ნიშნები ყველგან არის, რომ დენიო წავიდეს ან გაფუჭდეს ან რაღაცა უკვე ნიშნის მიხედვით არეგულირება. ისეთ გზაჯვარედინზე, სადაც არ არის ეს შუქნიშანი, პირდაპირ ნიშანს ემორჩილები მაშინ, რა უკვე აი იქ წეღან რომ გამოგიერეთ, ხო მთავარი გზა გქონდა რა. იმიტომ რომ ხო აქ შუქნიშანი არ არის. აქ ეხა არეგულირებს და მწვანე რო აგენტებო პირდაპირ წახვალ რა. ეგრე ფიქრი არ ჭირდება. ხო. დავეთ. აი, თამამად მიყევი პირდაპირ მივდივართ ჩვენ. არავინ არ გიშლის ხელს. აი, მე. მოვუმატე რაღაცა და აი. კი ბატონო, უნდა რბილად თუ გინდა აი ეს. აქ ორივე შეგიძლია შენება გინდა დაელოდები თუ გაქვს საშუალება ეს ეხა გააგნახე მიიწია უკვე ისიც კარგად და წავედ გაზით უკვე. всё უკვე გავლილი გქონდა რა ის თავარი ის. იმიტომ ძალიან არის მასაკ. თუ ხედავ რომ ვიწრო მონაკვეთია და აი ცოტა გაეჭვებს გავლა გამოვლა დაელოდები მაგ დროს არავინ არ გაჩქარებს რა. წადი თამამად ეხა. აი ეგრე. ეხა უშვილე ჯერ მოხუჭარი ნახე იგორაოს შორიდან იმიტომ უშვებ რომ ეს და ეხა დაიწყებ უკვე რბილად მოქმედებს მიხდი? ნასეთ. სოლებს გამოწვე. ზოგადად იქნებას გაბარიტები, ოდესმე აღვიქო. აღიქომ რა გინდა ეხა ისე არაადეკვატურად არ დადიხართ რა გინდა აღიქო. წადი თამათ პრაქტიკა გინდა ეხა ეს თუ მოდის პრაქტიკიდან ხო, მაგრამ ეხა ისეთ შეცდომები არ მოგდის ეხა რომ აი საჭესო ეს მეჭიროს ან რაღაცა იქით აქეთ ესე ძალიან არ გადადიხმ. დანარჩენს უკეთ და უკეთ პრაქტიკაში გააკეთებ რა თქმა უნდა. მიგავი ეხა 200 მეტრში შუქნიშანთან უნდა შევუყვოთ ჩვენ მარჯვნივ. აი იქით. თამამად. აი მე. ნუ თამამად არ გულისხმობ რომ სიტყვა ძალიან ჩქარა, მაგრამ ეს ხო, რა რო არის. ხო, რო არის. ეხა აქ დაბრკოლება, ხო ურთავ ავარ ეს ციმციმას. აი ეგრე და всё, წავედით, გააქ ადგილი, ან ძალიან შეფერხება არ კი. აა დაიძრა ეხა. გაუ წადი, არ დაიძრა. წადი გაზით. აი ეს. ეხა დავით. მოიფიქრე, მოუმატე ეხა უკვე. მიხდი ანუ დაბრკოლების არიდების დროს ურთავ ციმციმას, თუ ცავის უფალია, ხო, აღარ გინდა ძალიან შეფერხება რა. მოუმატე. ბედნელია თან, აი ეს. ეხა შევუხვოთ მარჯვნივ. ჩავურთე მარჯვნივ. ეს შუქნიშანი ჩვენ არ გვეხება, ნახე. იმიტომ რომ აი მანამდე შესაძლოა ეს წითელი სადაც შედის. წადი გაზით. მაინც აით. აქ შედიხარ. მიდი გაზით თამამად. მიდი, რატო ერიდები?
ვერ მივხვდი გადმოდიოდათ რანაირად. აი. აი. მიგად ყურადღებით. აი, იგი ბატონა. Okay, ხოდა ელოდები აუცილებლად ნახე. შემოხდა. მე ხატავთ. ეხლა ამაზე გადავიარეთ. არ გიღარგინა მუხრუჭი ნახე. ეხლა წავით გაზით პირიქით. სიჩქარე უბრალოდ სადღაც ეს დაახლოებით უნდა იყოს 15 დაახლოებით, მაგრამ მუხრუჭითაც არ უნდა გადაიარო რა. მოუმატე ეხლა მოუმატე, ნუ ელოდები ნახე, აღმართი აღარ მიდის მანქანა. დაბრკოლება აღარ გაქვს, უკვე 40-ია მიხვდი დასაშვები, მოუმატე. შესაბამისად უნდა მოერგო რა, აუცილებლად. მესმის ეხლა უსაფრთხოდ გინესიარული და იმას იცავ, იჭერთ ადრეთ, მაგრამ ძანელიც არ გჭირდება. აი ეგ საკმარისია, წადი ისევ გაზით ეხლა. აი ეგრე. აუში უბრალოდ, აქ მუხრუჭი აღარ გჭირდება, ისევ გაზით ეხლა. აი. ეხლა აქ ნახე, აი აქ ხوارი ზებრა, აი აქ გეფარებიან ხო მანქანები, აქ ჩაიური ცოტა რბილად, ყოველ შემთხვევაში რომ ვინმე არ გადმოდის. მიხვდი? სადაც ხილვადობა არ გაქვს. მოეში ცოტა დაძაბული ნუხარ. просто მიყევი პროცესს რა. ზებევრი ისეთი საფიქრალი არ არის. თავარია შენ წესები აკონტროლო, დისტანცია, ზოლი აკონტროლო, სიჩქარე აკონტროლო. დაიწყე შენ, არა, დაიწყე შენელება. ნახე, გამოდის მაინც რა. ეს შენ არ ხარ იმ დაზღვეული რომ დაგინახოს ბოლომდე რა, თუ გაქვს საშუალება. ეხლა რა თქმა უნდა არ ვიძახე რომ ეს ყველას დაუთმო, მაგრამ დავედი. ნახე ცოტა ვიწრო მონაკვეთი იყო, ხო? იქით უხეშად გადასვლა. მანევრი დაწყებული ხო, დაწყებული მოძრაობაში იყო რა, ანუ გამოგვივიდა და მაინც უხეში ჩავლა, მაგრამ მაინც საიმედო არ იქნებოდა. რბილი გაჩერება იხერხდებოდა. თუ ეხლა რაღაცა მოძრაობა ისეთ გზაზე, მკვეთრად არ ადორმუზებდა რაღაცა რა. ანუ უნდა შეაფასო, სად შეგიძლია დალოდება, სად გიღირს გავლა რა. მით უმეტეს ესე უკუსვით გამოდის, ცოტა ხელადობა მაგდროს შეზღუდულია, ხო მანქანას. აქაც ნახე, როგორი ზებრა არის, მანქანები როგორ აყენია, ხო? კაცშვილი არ ჩანს ეხლა. მიხვდი რომ გახედო, გააკონტროლო აქეთ იქ. მიხვდი ხო? ხო რა. აი, მივიდივარ პირდაპირ ჯერჯერობით. აი, კარებისად გამოგიო, ხედავ? არა, გაბარიტებს და დისტანციებს იჭერ ნორმალურად, ასეთში არაფერი ისეთი. უბრალოდ ცოტა მორიდებული ხარ რა. მე არ ვამბობ რომ ჩქარი უნდა იყო და რაღაცა, მაგრამ აი გადაეწყო, ნახე რომ შენ პირდაპირ მივდივარ. რომ შენელდები, ხო? კი, სადაც საჭიროა რა თქმა უნდა შეანელებ, მერე უკვე აი ესე. ეხლა თამამად უკვე. შენი გზა. ხო. კი, შენი გზა. ეხლა 200 მეტრში უნდა შევხვდეთ ჩვენ მარჯვნივ. მიდი, ნუ ერიდები. ოღონდ გაზით არა. ახლა დაიწყე მოხვევა, ოღონდ უბრალოდ მოუხვე. აუში მუხრს უბრალოდ გაზი ჯერ არ გინდა. ნახე, ფეხი მუხრუჭისკენ გქონდეს, ოღონდ არ ნიშნავს რომ მუხრზე ესე გქონდეს, მომზადებული გეჭიროს რომ ნახე მკვეთრი და ცოტა დაღმართიან ჩამოსასვლელი იყო. ხო როგორც იქ ვაკეთებდით, რა იმ დღეს. ოღონდ კონტროლში უნდა გქონდეს, შენ რო გაგიქცეს, ანუ ბოლომდე აუშა და გასმიაჭირო, სანამ საჭეს გაასწორებ. შეიძლება გაგიქცეს მანქანა, მიხვდი, ანუ რბილად, ანუ თანაბარი სიჩქარით უხვევ, იქ როგორც ვაკეთებდით, რა ზევით. ეხლა 100 მეტრში შევუხვევ მარცხნივ.
აქ ორ მხრივი. აი მაგას ვიტყვი. ეგ უნდა შეაფასო, მიხდი? აი ესე. აი. დავედით ნახე. მარცხნი მაინც უნდა ჩავ. ჯერ ხო, ნუ კაი შეგიძლია, მაგრამ ჯერ ადრეა, წადი თამამად. აი ესე. მიდი. კი. მოუმატე ოღონდ ცოტა. ესე ხა. წადი ჯერ. აი ეს. აი ხა ნახე აქ რა ხდება. აქ ჯერ ჩვენ ვჩერდებით, ხო, წითელი გვაქვს ნახე, მწვანე. აი ხა აინთო ჩვენი მწვანე და წავედით. ეს არის. ხო, ის არის. არა, ეს უკვე შეცდომით გავიდა წინ, ამას უკვე წითელი ქონდა, მიხვდი? ცალკე ეყენა შუქნიშნები რა, შენთვის ცალკე მარცხენასთვის. ზოლებს ეყენა. ხო, ზოლების მიხედვით. ეხლა იმ შუქნიშნებთან შევხვდით ისევ მარჯვნივ. ჩავხვდით მარჯვნივ. ცალკე. აი, თანაბრად ვიჩერდ ზოლს, გიბაძა. გავუთხე. ბილად ჩავარე ქვეითაც ახლოსაც ჩავარო. აი, ნე. ქვეითი საცობი ხوارა. მინდა რომ გავაკეთოთ. აქ მარჯვნივ შევიდეთ, ხო? მწვანე გაქვს. ოღონდ აი აქაც ქვეითებსაც აქვს მწვანე და უბრალოდ დააკვირდი რა. всё, აი ეგრე, დაელოდე. აი ეგრე. შეხვევის პროცესში ხშირად არის ქვეითებსაც აქვს მწვანე, ხო? აი ეს. ისიც გადა ნელ-ნელა შეგიძლია შეიძლება, ხო, დადე. ახლოს ოღონდ მოუყვე შენ ზოლში, ამათაც რა თქმა უნდა ყურადღებით გაატარებ. აი ეს. ეხლა გადავიდეთ ნელ-ნელა მარცხნივ. 150 მეტრში შევხვდით მარცხნივ. თამამად. ხამალე შევხვდით მარცხნივ. ისე ურთავთ სიმციმას. აი. ეხლა რო შეაფასო, ხო რასაც დადიხარ, ხო ისეთი რაღაც პრობლემური არ ყოფილა რა ჯერჯერობით, მაგრამ დაძაბული ხარ. ეგრეც უნდა იყოს, ლოგი პირველი გამოსვლა ქალაქში, წავედი. მესმის, გეთანხმები. უბრალოდ აი რო შეაფასე რა, არაფერს აპრობლემ, თუ თადარიგ სიჭერ ყველგან. წადი გაზით თამამად. წადი, აი იქით ჩავდივართ. აი ესე. ბილად ქვეითთან. აი ესე, რა თქმა უნდა, დარღვევით გადმოდიან, წავედით. ეხლა შემდეგ შუქნიშნებთან შევხვდით ისევ მარცხნივ. აი, ყურადღებით და მალე შევხვდით მარცხნივ. აი, ჩავუთხე ოღონდ. მეშინია რომ აი თუნდაც ქვეითი რომ მიდის და მე ზოლში ხო სწორად ვდრავარ და ასეთი რაღაცა. შიშით არა, შენი წესები უნდა დაიცვა, კი ბატონო, აი ზოლი დაიწე. ეხლა აქ რა ხდება, ნახე? ჩვენ აქ, ნახე, აი აქ ვჩერდებით. ეხლა რატო ვჩერდებით? ნახე, აქაც მწვანე ხუნთიათ, მაგრამ ეს მწვანე ხუნთიათ ვინც წინ მიდის მხოლოდ იმათ. ნახე, ჩვენ ხო მარცხნივ შევხვდით, სექციური შუქნიშანი როა, ხედავ, დამატებითი როა შუქნიშანს. ზევით. ხო. ის უნდა აინთოს. აი, რადგან მარცხნივ ვხოთ, უნდა აინთოს ის მარცხენა დამატებით. ჩვენ რო შევდიოდეთ მარჯვნივ, ან პირდაპირ მივდიოდეთ, პრობლემა არ იქნება. ეს სექციური რომ მარჯვნიდან კონდეს შუქნიშანს, მაშინ მარჯვენა შემხოს დაარეგულირდეთ. იმიტომ ეს ჩამქრალია, მესმის კომფორტული არა და კარგად არ ჩანს, მაგრამ უნდა მიაქციო ყურადღება. ანუ ან გაფუჭებული არ გეგონოს ან რამე რა. ხო, ლოგიკურიც არის, ხო არ გადაუჭე. ხო და რაც შეეხება იმ ქვეითებს, კი, აი ხდება ბევრად დამრღვევი, აი ეს ისინი ნახე რა საკეთები გამის დაიჭიხა, დაინახე. დამრღვევი ქვეითი ხდება რაღაცა, მაგრამ შენ წესებს თუ დაიცავ, ანუ შენ ზოლს თუ დაიცავ, ნებისმიერ სიტუაციის დისტანციას და სიჩქარეს, ყველაფერს მოაგვარებ რა, ანუ რა დარღვევაც არ უნდა შეგხვდეს. თავარია სადმე ისე არ იჩქარო და არ მიიღო ისეთი უხეში გადაწყვეტილება. ეხლა აქ როცა შუქნიშანს დამატებით ის არის არეგულირებს, ხო? ანუ შეხვევის პროცესში შეფერხება აღარ გექნება წესით რა, ეხლა ვიღაცამ თუ არ დაარღვია რა. მაგრამ იმის გამო ესე შენ აქედან ხო არ იფიქრებ, რომ ვიღაცა დაარღვევს და შეგეშინდეს და რაღაც. შენ მიყვები შენ გზას.
დავედით, ნახე. აუშვანდა ეგრე. შევდივართ მარცხნივ. ცოტა შორიდან, ეგრე. აი. სადაც ცოტა ივიწრო, ცოტა ყოფმანებ ხო სიტყვაზე გაბარდებში. კიდევ არავინ არ გაჩქარებს. შენელდი და ორივე მხარე რო გააკონტროლო, მარტო ერთ მხარეზე რო არ იყო ორიენტირებული, მიხდი? ხო, ამიტომ ნელა უნდა. ხო, აი ამ დროს არავინ არ გაჩქარებს რა, იყავი ნელი, არ არის პრობლემა. ეხა ძალიან არაო. ისენა რო გაჩერდე. აი აქეთ იქით ეს ნახე. ყურადღებით. წადი თამამაცა და აი ეგრე. მიდი და უნდა შევყვეთ მარჯვნივ ჩვენ ჩავალცით იმასთან და ამულად გავთარացით წადი. აი ეხა აქ პირველ რიგში ზებრას გავაკონტროლებთ და არავინ არ არის, ეხა მიიწე ცოტა ახლოს. ეხა აკონტროლებ მანქანას, მანქანაც აღარ არის და შენ ზოლში ვარ, ახლოს მოვუხვი. მიხდი? აი ეგრე, დაიწყო უკვე გასწორება. აი ეს, მიხდი ხან მოხვიდან გასწორებამდე თითქმის შუალედი არ გაქვს რა, საჭის პაუზა არ გაქვს. მოუხვოთ თუ არ ასწორებ, ოღონ შენ ზოლში უნდა დაფიქსირდე აუცილებლად რა, ეს შორი მოხვევა და რაღაც არ უნდა გამოგიგდეს. ეხა მივუყვებით ამ ზოლს, მოუხვოთ და ალბათ ისევ გავთარացით ზევით. მეჭერდება. თანდარიქით დაიჭრე, აი ესე. აი ეგრე რომ მაინც რბილად ჩავა, რომ კარი არ გავს, შემთხვევით ვიღაცამ კარი არ გამოგიღოს არავის რა. შენ როდის აიღე მართლმოწმობა? ნოემბერში, ხო? ქალაქი ჩაუბარი. ხო და ქალაქი ჩაუბარი ნოემბერში? კი. აჰა. ნელა რბილად აინახე, მიხდი არ არის ანდური, ხა წავედით. მიხდი ხო? მოუმატე, ანუ მანქანა რო უხვევს, ხო? შეხვევის პროცესი შეიძლება შენ ვერ დაინახო და იმას კონდეს რაღაც დაბკოლება. სანამ არ შეუხვევს, ხო? შენ არ ენდო რა, შენი ზოლი სანამ თავისუფალი არ იქნება, იმიტომ რომ ან გამოგივა მკვეთრი მუხროჩი, ან მკვეთრი არ იდება რა, ორივე შეცდომა იქნება, მიხდი? მე ხა შევდივართ მარჯვნივ, შენი ზოლით ჩვეულებრივად ისე ორივე ზოლი უხვევს მარჯვნივ, მაგრამ შენ ზოლში ხარ დაფიქსირებული. სავალდებულო აქ არ არის, მაგრამ არც ჩართო არაა შეცდომა შემთხვევაში. ოღონდ არა, მუხრუჩისკენ ფეხი წოდა და ახლოს რომ მოუხვიო. მიხდი? ამ დროს რომ გაზისკენ გაქვს ფეხი, შეიძლება არ იყოს პრობლემა, მაგრამ სადღაც შეიძლება გაგიქცეს მანქანა რა. არც მუხრუჭი დაგჭირდება დიდი ალბათობით, მაგრამ ფეხი უნდა გქონდეს მომზადე. ეხა წავედით. მიხდი ხო? გაასწორე ეხა. ან მანამდე შეანელო იმდენად, რომ უკვე აღარ გჭირდებოდეს და იგრძნობოდეს, რომ ნელა შედიხარ რბილად რა. მიყევი? გააჩნია სიჩქარეს როგორ დაიჭერ. მიყევი? თამამად. აქ ისეთ საოცრებები ხდება ხოლმე. ხო და არ საოცრებები ხდება კი. გეთახმები. აი გცხოვრობ. ოღონდ შენი ზოლი უნდა გეჭიროს რა. მიდი ცოტა ახლოს. ვარ დაიღალე. ავდივართ მარჯვნივ. აქაც ამ ზოლში, ეს ზოლი ყველა ვარიანტში მარჯვნივ მიდის, მხოლოდ სავალდებულო არ არის ჩართო თუ არ ჩართო, მაგრამ იქ რო იდგე იმ ზოლში, ის ორივე მხარეს მიდის, იქ უკვე ვალდებული ხარ ჩართო. ძიმძიმა რა. და ეს შუქნიშანი ამ ზოლს ყველასთვის არის შუქნიშანი. ერთდროულად. კი ბატონო. დავედით, მიყევი. და აქაც აკეთებ შენი ზოლით მოხვევას, ნახე. რბილად რო იპოვო შენ თვითონ ზოლი, ანუ მარჯვენაში ხარ, ესე იგი ახლოს მარჯვნივ უხვევ. აი ეგრე. всё, ეგ არის, კარგი. მივდივართ ეხა პირდაპირ. თითქმის არ შევდივართ. სადი გაზით ცოტა არ გჭირდება არაფერი, просто ქვით აკონტროლებ, აი ეს, დავედით ეხა, თამამად. აი ესე, თამამად ნახე შენი ზოლი. წვანე. ეხა ამ შემთხვევაში ამ ზოლს აქ წვანე, ნახე. სადი თამამად, აქეთ არ გადმოხვიდე, ოღონდ სადი გაზით. აქეთ ის არის თალკი რაღაც. ველოგელი კიდე. მიხდი? მიყევი. რატო გინდოდა ეხა მარჯვნივ მოწევა? მოერიდე იქით? ქოითებს?
დავუშვათ პირდაპირ თავმოთ. თავმოთ, ნუ ხარ მორიდებულად, მიდი. კიდევ ამბარა, უხეშად და რაღაცა, მაგრამ აი ეს, ეხლა დაიწყე ისევ მომატება, ნუ ხარ ერიდები. აი, ეხლა ერთდროულად მარცხნივ გადავიდეთ. გაზით, აი ეგრე. ხარკი კარგია, გიბადანა.